მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სერიალ შორეული ქალაქის მომდევნო სერიაში მოსალოდნელ მოვლენებზე უნდა გესაუბროთ. ბოლო ეპიზოდმა უამრავი კითხვა დატოვა. გადარჩება თუ არა ბავშვი? რა ბედი ეწევა ზერინსა და ქაიას და რას მოიმოქმედებს დემირი? ამ ყველაფრის შესახებ ვიდეოში დეტალურად ვისაუბრებთ. სანამ მთავარ ამბებზე გადავალთ, მეტი საინტერესო სიახლისთვის გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მაშასე დავიწყოთ. ქაიასა და ზერინის ავარიაში, რა თქმა უნდა, დამნაშავე დემირია. სწორედ მისი ქმედების გამო მოხდა ეს ტრაგედია. დემირის შემთხვევის ადგილიდან ზერინს წაიყვანს. ქაიას კი ბედის ანაბარად დატოვებს. ზერინის მდგომარეობა კრიტიკულია. მას ნაადრევი მშობიარობა ეწყება. დემირს მისი საავადმყოფოში მიყვანა არ სურს. ამიტომ ეძებს ექიმს, რომელიც ზერინს ფარულად ამშობიარებს. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ბავშვიც და დედაც გადარჩებიან, თუმცა დემირი მათ საგულდაგულოდ გადამალავს. ყველა ზერინს ეძებს, მაგრამ უშედეგოდ დემირის მთავარი მიზანია გახდეს მამა. ჩაიგდოს ზერინი ხელში და ამით ქაია საბოლოოდ გაანადგუროს. საბოლოოდ ქაია და ჯიხანი დემირს მიაგნებენ. როგორც კადრებიდან ვხედავთ, მისი მანქანა ფეთქდება. თუმცა ქაია მტერს ასიკვდილოდ ვერ გაიმეტებს და აფეთქებამდე მანქანიდან გადმოიყვანს. ის ცდილობს გაარკვიოს, სად ჰყავს დემირს ზერინი და მისი შვილი დამალული, მაგრამ დემირი ჯიუტად დუმს. პარალელურად, ეჯმე იგებს, რომ ბავშვი ქაიასია, რაც მას საგონებელში აგდებს. მას არ სურს, რომ მის შვილიშვილს სადაქათის ოჯახთან რამე საერთო ჰქონდეს. ამავდროულად, ბორანი ყველანაირად ცდილობს ალიასა და ჯიხანის დაშორებას. მას ზურგს ეჯმე უმაგრებს და სასამართლოში სარჩელი შეაქვს. ბორანი აღწევს თავისას. ალია იძულებულია ჯიხანს დაშორდეს. მისი ფორმალური ქორწინება ბორანთან კი გრძელდება. სადაქათი ამჩნევს, რომ ბორანი ძალიან ჰგავს მამას. ისიც მასავით სადისტია. ბორანისა და ეჯმეს გეგმაა, რომ ბორანმა ჯიხანის ადგილი დაიკავოს. თუმცა ჯიხანის სიძლიერესთან გამკლავება არც ისე მარტივი აღმოჩნდება. მალე ალია ორსულობის შესახებ შეიტყობს. ჯიხანი ბედნიერია, თუმცა ბორანი ცოფებს ყრის. მას არ სურს ჯიხანის შვილის დაბადება და ყველაფერს აკეთებს, რომ ალიამ ბავშვი დაკარგოს. ალიამ ჯერ კიდევ არ იცის, რომ ბორანი მასზე მხოლოდ კანადის მოქალაქეობის გამო დაქორწინდა. ამ სიმართლეს მას მოგვიანებით ნურგუნი გაუმხელს და დაეხმარება, რომ ბორანის ტყვეობიდან თავი დააღწიოს. დენიზის აგრესიულად ხვდება ალიას ორსულობას და აცხადებს, რომ დედმამიშვილი არ სჭირდება. ამ სიტუაციას ბორანი სათავისოდ იყენებს და ცდილობს ბავშვი მშობლების წინააღმდეგ განაწყოს. რაც შეეხება ნარეს, მისი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელდება. შახინი წინააღმდეგია მისი საავადმყოფოში მუშაობის, თუმცა ნარეს დიდი სურვილის გამო საბოლოოდ მაინც დათმობს. სამწუხაროდ შახინის ეჭვები გამართლდება. იალჩინი ნარეზია შეყვარებული, რაც წინასწარ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჯიხანისა და იალჩინის მწვავე დაპირისპირებებს არაერთხელ ვიხილავთ. მეგობრებო, ეს ინფორმაცია მოპოვებულია თურქულ საიტებზე, რომელთა ვარაუდით, როგორც წესი, 90%-ით მართლდება. მადლობა ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ, გაგვიზიაროთ თქვენი ფიქრები ამ მოვლენების შესახებ კომენტარებში. თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება სერიალი? ველოდებით თქვენს გამოხმაურებას. მომავალ შეხვედრამდე.